გლოვარებისაგან იბადება თავდაბლობა. თავდაბლობა იბადება. ამიტომ როგორ შეიძლება შენ განიკითხო სხვა უღმერთო, როდესაც შენ მიუხედავად მცდელობისა, ყველაფრისა მაინც უღმერთო ხარ, იმიტომ რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულით რა მათ უმად ღმერთი იხილონ და ჯერ ვერ გაქვს ის კავშირი ღმერთთან და თან ქრისტეს სიტყვები იცი რომ ვისაც მე უყვარ ვარ, მას მამა შეიყვარებს. მოვალ და დაუმკვიდრდებით მასში და ასევე სული წმინდა ღმერთი მოვა და მარადიულად დამკვიდრდება მასში. და ეს რომ არ მომხდარა, ესე გამოდის რომ მე ჯერ არ მიყვარს ქრისტე როგორც საჭიროა. ჩემი გული არ განწმენდილა ჯერ. ანუ რა, ცოდვილი ვარ. და როგორ შემიძლია განვიკითხო სხვა ცოდვილი, როცა მე ცოდვილი ვარ. თუნდაც ჩემზე მეტად ცოდვილი იყოს დაუშვათ. რა მე? რას ნიშნავს? ის და მეც უღმერთო ვარ. ფაქტობრივად ასეა. და იმასთან შედარებით მე ვიცი, იმან არ იცის. და მე რო ვიცი, არ ვაკეთებ იმდენს რა ღმერთს არ უნდა რომ ჩემს გულში დამკვიდრდეს, ამისთვის არ შემქმნა, ესე იგი რაღაცას ვაკლებ და იმ საწოდავმა ხო არ იცის. ამიტომ რა აქვს ჩემი განსაკითხი იმას?